თავდაპირველად ჩვენი ყურადღება ადამიანების სიმრავლემ მიიქცია, რომლებიც ერთ კონკრეტულ რაღაცას უყურებდნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთი კაცი აწვდის 50 ევროს, ირჩევს ბურთიან 20 და იგებს 100 ევროს. ამან ჩვენი ყურადღება მიიქცია. მსგავსი სცენარი რამდენჯერმე გამეორდა, რამაც კიდევ უფრო დიდი სურვილი გაგვიჩინა თამაში ჩართულიყავით და ეს ასეც მოხდა. ამ თაღლითურ სქემას კი Shell Game ეწოდება და ის 6 ძირითადი საკითხისგან შედგება. და პირველი ეს არის ყურადღების მიქცევა. ხალხის ხმაური და შეძახილები იქმნის ილუზიას, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და მოგება შესაძლებელია. ეს კი პირდაპირ უკავშირდება მეორე საკითხს, რომელიც არის შენიღბული თაღლითები. გარშემო თითქოს ჩვეულებრივი ტურისტები დგანან, იღიმიან უყურებენ და ხანდახან თამაშობენ კიდეც. მაგრამ სინამდვილეში ისინი შეკულები არიან თაღლითებთან და ქმნიან წარმოდგენას, რომ თამაში უსაფრთხო და სანდოა. შემდეგი საკითხი გაჯერებს იმაში, რომ მოგება ყველა შეუძლია. სწრაფი ხელების მოძრაობები და ბურთის აშკარად ჩვენება. გაფიქრებინებს, რომ მოგება მარტივად შეგიძლია და ამაში საკუთარ თავს მალევე აჯერებ. ამის მერე გადაწყვეტ, რომ თამაშობ და ჩამოდიხარ სათამაშო მინიმუმს 100 ევროს. ამის შემდეგ ის კამერი ხელის სისწრაფით თვალს ატყუებს. ხუთების სწრაფად გადაადგილების დროს მას ჩუმად ბურთი გადმოაქვს ხელში და გეკითხება თუ რომელ ხუთს ირჩევ. და შენ ამ დროს ფიქრობ, მოიცა წინაზე ნათლად დავინახე სათიკო ბურთი და ახლა რატომ ვერ ხედავ? თან არ გავიცლება, რომ ამაში უკვე 100 ევრო გაქვს გადახდილი და თუ სწორად არ უპასუხე, დაკარგავ. ამ ფიქრებში გართულს კი ემატება სოციალური წნეხი. თქვით იმ აფერისტებზე, რომლებიც თავს ტურისტებად ასაღებენ, მაგრამ მათი დანიშნულება მხოლოდ ადგილის შევსება არ არის. ისინი ასევე ცდილობენ, რომ შენ უფრო მარტივად, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ნაკლები დრო გქონდეს ფიქრისთვის. შენი გაგჭირებია, ფიქრობ, რომელი აირჩიო და ამ დროს პირად სივრცეს ძალიან ირღვევენ, მარჯვენა ირჩიე ბრატ. და ცდილობენ შენზე გავლენა მოახდინონ. This why ვაგლახით ირჩევ 5-ს და ჰოი საოცრებაო 5 ცარიელია. რა თქმა უნდა. ამის შემდეგ იაზრებ, რომ ფული დაკარგე და შენი აღარ არის და ამ დროს კონტროლს კარგავ და ზუსტად ამ მომენტში გეუბნებიან, რომ შენ თუ კიდევ ერთხელ თამაშებ, ამჯერად მართლა მოიგებ, შენც იგივეს იმეორებ და აგებ ამჯერად 200 ევროს. სწორედ ეს არის ბოლო ეტაპი, რომელიც გულისხმობს შოკირებულ მდგომარეობაში თანხის ხელ მეორედ გადახდას, იმის იმედად რომ უკვე დაკარგული დაიბრუნო და რა თქმა უნდა ამ თანხის დაკარგვას.